მე მარტო ცვლილების ერთ-ერთი გზა არის ხალხის ბევრი დობა, რომელზეც ის არჩევნებზე გამოყვება მოვა და ხმას მოგწევს. იმდენს რომ მიხვდება რომ ის ხმა რო წაერთვა, წაართვეს ის ხმა და იხმას მერე დაიცავს. რაღაც ეგეთი ის არსებობს. მე იმ ხალხს აპროტესტ ხალხს რო გამოიხედა, როცა ჭუბი იყო, მე იქაც იქ ვიყავ. უბრალოდ მე ზოგადად პოზიციას ვერ ხვდები. იცი, ქართულ პოლიტიკაში გაცდა ესეთი პოზიცია, რომ ლევან ხაბეიშვილმა რაც ეგეც სიგიჟეა, არჩევნებზე ფიქრიც სიგიჟეა. ამ ხალხთან საუბარს რაღაცა უკვე ჩვენ ბეტნი ვართ, რავი, მილიონი ვართ, ზოგადად ვართ, მიღწევ ამას საუბარს სიგიჟეა და მე ვეღარ ხვდები თქვენი დრო რატომი აქვთ ამ ადამიანებს. ოპერატორის დრო რატომი აქვს? აი ფოლუნაში სულ ამგას, აი რო ვიცი მაგალითად რომ ხალხმა რა გაჭირება გამეო, იქ მოსულიყო რომ შენი სიტყვა მოესმინა და თუ ჩემი სიტყვა ის არის რომ აღარაფერს აქაზე არ აქვს, შეიძლება სწორ და ლეგიტიმური ხო, მაშინ უნდა ინებო კეთილი და არავის დრო არ წაართვა არც ერთ ადამიანს. გამოსავალს მე ხედავ მაშინ რომ ადამიანი ზოგადად გენდობოდი. სადაც მანქანაზე ვლაპარაკობ, რომელსაც აქვს საწვევის აუზი უბრალოდ გახეთქილი და რაც არ უნდა გზი წავიდეს ვერსად ვერ მოიახდოს, იმიტომ რომ ეს საწვავი არ აქვს. თითქოს რევოლუციას ნაკლები ისჭირდება ხარდაჭერა, ვიდრე არჩევნებზე ეს გზა. არა, სამდეში ერთ საათს, მეორე საათს ხმისას სჭირდება ბევრი ხალხის დობა. და ეს დობა რო არ არსებობს, ეგ არის ფაქტი. შეიძლება მეც ვერ აღვადგინო, მაგრამ შანსზე თქვა უარი რომ არ არსებობს. საქართველოში იმის შანსი ამ ხალხს ვინმეს დობა კონდეს, თქო, ეს არის დიდი აფერისტობა, დიდი ტყული და ყველას ძევლად აყვანა. მაგის შანსი არსებობს და მაგიტომაც აქ აპოლიტიკას აზრი. ხა ალტერნატივა რატო? მაგალითად აქ ჯდომი ხალხი არც ერთმანეთს გაყიდულად არ თვლით. და მინიმუმ გითხრათ ჩვენზე ხარი რაღაც გაგვიჯერე, უფრო მეთქმეს ვიდრე, რავი, სხვაგან არტივარტივას ვერ ხედავ, იმიტომ რომ რა პროექტშიც მე ვიყავ, ის პროექტი მიდიოდა რაღაცა, მოდი ერთად ვიყოთ და ის ხალხი საუბრობდა მასზე ერთმანეთთან, რომელიც ერთმანეთს გაყიდულად თვლიდა. რაგერ თქვენ ეთერს ხო უყურებ ხოლმე და პირი ღია დაგრჩება, რომ ესე გუშინ წინდეს ადამიანები თუ ამ ხალხს უამნებოდით მოქალაქეებს, ჩვენ ვართ ეს ალტერნატივა და ჩვენ ერთმანეთი ბიზნესზე გაყიდული გონია. ბიზნესზე გაყიდულ კაც პირდაპირ ბიზნესს არ გირჩენიათ. ბიზნეს თამაშის მოთამაშეს, როლის შემსრულებას. პირდაპირ ის კაც ხო გერჩენება, პირველი პირი მაინცა. და თუ ქართულ პოლიტიკურ ეს წარმოგვიდგენთ, რომ ეს ალტერნატივები არის, გურწმელი, სისწორე და გვიკურს რატო არ გაჩნია დოგმა, მე ეგეთ რამე არ წარმომიდგენია. ზუსტად მაგიტომ მოდიო, რომ ეს ხალხი ერთმანეთს რომ კარგად იცნობენ, ეგრე უნდა, მე საერთოდ არ ვიცნობ. ერთმანეთთან ერთად პარტიებში ნამყოფები, წამოსულები, ერთ-ერთებში ერთთან ნაქეიფარი, მეჯვარები, ნათლიშები, ერთმანეთი ძალიან კარგად იციან. მე რა თქმა უნდა მზაობა, რომ ქვეყანა ყავდეთ მძევლად და იმ ქვეყნის გარდა ვინ როგორ დაზრალდება არ აქვს მნიშვნელობა, თავარია დაარტყას. მე რაღაცები შეიძლება ხანის ელაპარაკებენ ხანას. ჩვენ გონია რომ მოქალაქეები ამას არ უსმენ. შეიძლება გულისყუროთ ვიღაც ყველა გადაცემას კი არ უყურებდეს ან რა პროცესს, მაგრამ ზურგის ტვინით მე მაინც ხვდები რომ აქ ხალხი გრძნობს რომ უნდობლობის დიდი სანაგვე დევს და ეს სანაგვე თუ არ გაიტანენ, არაფერს აზრი არ აქვს. იმას კარო შეიძლება ჩვენ აქ ხუთი კაცმა რაღაც ესე და შევცვლი. არაფერში, მაგრამ მე თქვა რომ სხვა ხუთი რო გამოჩნდეს ის ვერ უზა, სხვა 10 აზრი აღარ აქვს. მე აქ მოვიტყვი, იმიტომ რომ აქ აზრი არ გამოცდილა ეს ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში ის კაი ვერ არ მithქვამს არადეს ჩვენ ყველაფერი ქონით იდეალურად და ამ ხალხმა გვიმუხტლა. არ ყოფილა ეგეთი მომენტუმი. არჩევნების წინა თვემდეც კი საუბარი იყო რომ ვიღაცა თუ არ გაერთიანდა და აზრი არ ქონდა. და სიაც კი არ იცოდი ნორმალურად საერთოდ რა ხდებოდა, ვინ ვისთან აპირებდა, ვინ აღარ აპირებდა, ვინ მე თურმე იმის სიას ბიზნესზე გაყიდულს 20 მილიონად თვლიდა. ვიღაცა თურმე მე რო გირჩი რომ 2016 წელს ის გონია თურმე ბიზნეს პროექტი და ხა დღეს იმ პარტიასთან ერთად კოალიციად ფორმირდება და ერთად ვარ სიძახის. ანუ ეგეთი ტიპის აფერისტობები დევს ისეთ რომელიც ყველა ვიცით და გაცდამაქონე რომ ნეტა ეთერში ლაპარაკებოდეს ის რაც ეთერს გარეთ თითქოს ყველა ვიცით. აი უტყვი თვალებით რომ ყველა ექსიმახლე იცის. ეთერში რა აი ამ პერიოდის ხალხს იმაზე რაც რეალობა. იმიტომ რომ მე რეალობას უნდა გაუსწორო. თვალი რომ მე გქონდეს ამბიცია რომ ეს რეალობა შეცვლილას არის ძალიან რთული, მაგრამ ამის ამბიცია თუ არ გაქვს, თუ რაღაც სათქმელი არ გაქვს, დილით რა გაგვიძეს, მაშინ შენ თავს აი თქვენ დრო რატო უნდა წაგართვათ, ვერ ხვდები. არ გონია მე. გონია რომ აზრი აქვს ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად მათ შორის დღეს, რატო იცი დღეს გაცილებით უფრო იაფაჭეგილია, შენი ხმა ვინმეს მიაწვინო, გაცილებით უფრო მეტად დასაკარგი აღარაფერი აღარ არის, ვიდრე დღეს არის მოსაფრთხილებელი აღარაფერი აღარ დარჩა. დღეს სიმართლე უფრო მეტად დაფასდება, ვიდრე გუშინ და გუშინ წინ დაფასდებოდა, ამიტომ იმ ახალგაზრდასაც უსმენ, რომელსაც სულ ყველგან დახვდებოდა ვიღაცის გასაპრანჭი ახალგაზრდობის მიღավ, რო ვერ აღწევდა რუსეთის პარტიაში, დღეს უფრო მეტად შეძლება მისი პოლიტიკური სიტყვა თქვას. ამის უკეთესი დრო არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა.